25 დღე გვიანი აღმოჩნდა. თუმცა 9 წლის წინანდელი საქმეების ძიება დაიწყეს და ასობით ადამიანი გაასამართლეს. მაგრამ 9 თვის ბავშვის მკვლელობა, ვისი სისხლითაც მოვიდნენ, დაგვიანებული აღმოჩნდა თურმე. 2014 წელს ქართული ოცნების მიერ რაფანანცების ოჯახისთვის დანიშნულმა ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა აღიარებითი ჩანაწერი გააკეთა. ქართული ოცნება არის დამნაშავე ბარბარე რაფალიანცის. პატარა ბავშვის სისხლით მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. პატარა ბავშვის ტრაგედიაზე აშენდა ქართული ოცნების პოლიტიკური ძალაუფლება და დღემდე არავინ დასჭილა. მათ კი, ვინც მაშინ მკვლელებს ხმამაღლა ასახელებდა, დღეს საერთოდ არ აინტერესებთ ეს თემა. სულ ყველა ვინც იყო მაშინ, სულ ყველა გვირდებოდა. ალასანია, მანანა ბერიკაშვილი, რომ ჩვენ გვერდით დაგიდგებით და დღესდღეობით მანანა ბერიკაშვილი აქეთ ჩვენ დავქცილის და გვეუბნება, რომ ეს თემა ჩემთვის საინტერესო აღარ არის. კომენტარს ვერ. ეს უკვე აღარ არის საინტერესო თემა. რატო არ არის საინტერესო?